$115 მილიონამდე ღირებულების ინვესტიცია თბილისში. კომპანია Macro Construction-მა ახალი ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მწვანე ალმასის მშენებლობა დაიწყო. პრეზენტაცია ახლად დასრულებული კომპლექსის მწვანე ბუდაპეშტის ეზოში გაიმართა. ბედნიერები ვართ, რომ კომპანია Macro Construction-ი საქართველოში უკვე ცნობილია. მომხმარებლები გვენდობიან და მოსწონთ ჩვენი პროექტები. ვფიქრობ, კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით ხელს ვუწყობთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ახალი პროექტის მწვანე ალმასის სახით დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად განსხვავებული ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს შევმატებთ. კომპანიამ საქართველოში ბოლოს 3 წლის განმავლობაში $70 მილიონ მეტი ინვესტიცია განახორციელეს არაერთ პროექტში და რა თქმა უნდა შექმნეს სამუშაო ადგილები, მათ შორის არის კომპლექსი მწვანე ბუდაპეშტი, რომელიც რამოდენიმე თვეზე ადრე დასრულდა, რაც რა თქმა უნდა სასიხარულო ამბავი არის და მინდა ასევე აღვნიშნო სასტუმროების ქსელის განვითარება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ტურიზმის განვითარების კუთხით. მწვანე ალმასის მშენებლობა თბილისის ეკოლოგიურად სუფთაობაში, დიღომში ოლიმპიური ობიექტების მახლობლად მიმდინარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი 70,000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული. აქედან 23,143 კვადრატული მეტრი შიდა გამწვანებულ ეზოს დაეთმობა. მწვანე ალმასში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება 1772 ბინით. კომპლექსი როგორც საგანმანათლებლო, ასევე სავაჭრო, სპორტულ და რეკრეაციულ ობიექტებს გაერთიანებს. პროექტს ვიცნობ, ვიცი რომ ძალიან გამწვანებული იქნება, ძალიან მწვანე ტერიტორია იქნება, ანუ ძალიან ბუნებაში და რა თქმა უნდა დღეს მოკლებული ვართ ბუნებას და ვფიქრობ რომ თბილისისთან მნიშვნელოვანია რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვიცხოვროთ. Macro Construction-ი საქართველოს ბაზარზე ინვესტირებას 2013 წლიდან ახორციელებს. საერთაშორისო კომპანია ძირითადად სამშენებლო სფეროში ოპერირებს. Macro Construction-მა საქართველოს ბაზარზე $70 მილიონამდე ინვესტირება მოახდინა. მომავალში კი 150 მილიონიან ინვესტირებას გეგმავს.